მე თქვენ შარშან გიჩვენეთ როგორ გავსხალით ჯუჯახეები. კრასულა, ანუ ფულის ხეს რომ ეძახით, ანუ ბედნიერების ხესაც ეძახის ბევრი, ბარაქის ხესაც ეძახის ბევრი, ნახეთ როგორი ეგზემპლარები გვაქვს. როგორი მშვენიერი ხეებია, რამხელებია. იმ ნასხლავისგან, რომელიც შარშან გიჩვენეთ, ასე ქოთნებში გავამრავლეთ და ბევრი ჩითილი გვაქვს. რა თქმა უნდა. 15 წლის მაინც იქნება ახლა ეს ხეები, დიდები. პატარებიც ბევრი გვაქვს, რასაკვირველია. ბევრ შეცდომას უშვებს ზოგჯერ ადამიანი მისი მოვლის დროს და პირველი შეცდომა. მთელი ზამთარი არ უნდა წყალი. უნდა გამოაშროთ, არჩიოთ ყველაზე გრილი წელიწადის თვეები თქვენ სახლში და ეს არის ხშირად იანვარი და თებერვალი და არ უნდა მორწყათ საერთოდ. მთლიანად უნდა გააშროთ. ნახე რა მხელებია. რამხელე ეგზემპლარებია ნახე და შედარებით პატარა ქოთანშია. უნდა გააშროთ და არ მორწყათ საერთოდ. 1-2 თვე რომ გააშროთ, მერე დაიწყებთ მის მორწყვას და გააგრძელებს გაზრდას ჩვეულებრივად. იმ მოურწყავობის პერიოდში დაყრის ფოთლებს, ჩამოცვივა ზედმეტი ფოთოლი, აი აქაც ნახე როგორ ეტყობა ახლა. აი ასე შეიჭკნობს ფოთლებს. ჩამოცვივა ეს ზედმეტი ფოთლები, გამსუბუქდება, გამარტივდება, გაითხელებს თავის თავს და უფრო ჯანმრთელი და უფრო კარგი იქნება. იმ ნასხლავისგან კიდევ ვამრავლებთ, ნახე რამდენი გვაქვს, 1000-ობით ვამრავლებთ. იმ ნასხლავს ჩასვამ თიხის ქოთანში და ასე მშვენივრად ფესვიანდება იმ ტოტებს. ზედმეტ ჩამოკონწიალებულ ტოტებს სულ ვაჭრით, ზედმეტ სიმძიმეებს. და ნახე, აი რამ სისხლია, ნახე. ადამიანის მაჯაზე მსხვილია. როგორი სქელი და კარგია. პოპულარული მცენარეა, თითქმის ყველას აქვს სახლში, ფანჯარაზე, ოთახში, მაგრამ ზამთარში უჭირთ მისი გამოზამთრება და ულპებად, ურბილდებად. რა თქმა უნდა, სიცივეში არ უნდა დაგრჩეთ. ტროპიკული მცენარეა და ზამთარში ადვილად გაგიფუჭდება. ყინვას ვერ იტანს საერთოდ. აი ნახეთ, სუმშრალია. ახლაც უკვე შემოდგომიდან ნელ-ნელა ვიწყებთ მის გაშრობას. რამდენიმე ძალიან გაბუჩქული ეგზემპლარი ჩამოგვიტანა, ციური გობაძია ერთი ქალი და კახეთიდან ჩამოიტანა, ძალიან დიდი ეგზემპლარები მოგვიტანა. აი ეს ეგზემპლარები ახლა უნდა ჩემი გაზრდილი ესენი არა. ციური მოგვიტანა და გასასუფთავებელია, გასათხელებელია და თავიდან ფორმაში მოსაყვანი, რომ გაზაფხულზე კარგები მქონდეს და ისინი შარშანდელებია და ნახე როგორებია, შარშან უკვე დამუშავებულია. რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს, საშუალო ზომისაც, პატარაც, კარგი მცენარეა, თუ კი სწორად იცით მისი მოგება.